ლისის ტბაზე განახლებული სანაპირო გაიხსნა ტერიტორია სანაპიროს გარდა სარეკრეაციო და სტატულ ლაუნჯს მოიცავს. ლისის ტბის სტუმრებს შეუძლიათ ადგილზე ნავებით გაისერნონ და პლაჟით ისარგებლონ. სანაპიროზე შესაძლებელია ველოსიპედებით გასეირნებაც. მომავალში ტბის გარშემო იგეგმება სარბენი და სასეირნო ბილიკების მშენებლობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. პროექტს ლისი დეველოპმენტი და TDC სტატუსი ახორციელებენ. არის შორი ახლოს და Are კარგი ღონისძიებით გაუხარები ვართ ჩვენ TBC-ს, მაგრამ დღეს რაღაცა ძალიან ისეთი სასიამოვნო განსაკუთრებული გარემოში გვიქნეს TBC-მ და ლისი დეველოპმენტმა. მე ვფიქრობ, რომ აქ არა მხოლოდ ეს საღამოს გატარება, არამედ ცხოვრებას უნდა იყოს ძალიან სასიამოვნო. ლისი დეველოპმენტი ასრულებს სექტემბერში გივი ზალდასტონიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიის მშენებლობას, ასე ამის გახსნა გვექნება და სულ მალე დასრულდება საცხოვრებელი კომპლექსი. ანუ ეს არის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ჩვენ გამახორციელებთ ლისის ტბის გარშემო განვითარების ფარგლებში. ძალიან ლამაზია ყველაფერი, ძალიან ხარისხიანი, მშვენიერი გარემო არის იმისთვის, რომ დღის მანძილზე ადამიანებმა შეძლონ გაგრილება, ეგრეთ წოდებული ზაგრის მიღებაც, ანუ ტერიტორია, პლაჟის ტერიტორიაც მოწყობილია. ასევე ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სტატუს ლაუნჯი, რომელიც სიამოვნებით მასპინძლდება არა მარტო სტატუს კლიენტებს, არამედ ნებისმიერ აქ მოქცეულ ადამიანს. სიუქტივის